მე ვიცი რომ მე-20 საუკუნე ბევრს ვლანძღავთ ხან სამგზის წყეულს უძახით ხან ათგზის და ამდენ გზის გინდა წყეული დავარქვათ მაინც იყო ლიტერატურის მეცნიერების ხელოვნების ყველა დარგის სპორტის რა ვიცი რის აღმავლობის წლები იყო აი რომ დაიბადება მეორე გალაქტიონი მითხარით რომ ის არ იყო ახლა უკეთესი ან მეორე კაცი რომელიც ჰაერში აფრინდება და შეჩერდება ცნობილ ბალონებში ასე ქვია ბალეტში ჰაერში ყონს როგორც ვახტანგ ჭაბუგიანი აკეთებდა იმ დროს აი როცა ესეც იქნება მე თავდახრილი ვიტყვი რომ ეს გვეყოფა ერთმანეთის დაკნინება რატო წერთ სამამულო ომსო იმ საზღვაო ომზეო ერთი ჰიტლერის წინააღმდეგ ვიბრძოდით სხვებთან ერთად ეს ერთი და მეორეა 300,000 ქართველი რომ მოკვდება ბრძოლის ველზე და შენ იმას არაფრად არ აგდებ არ არის ეს დიდი ქართველობა ამ დიდი ვაშკაცობა ამიტომ ჩემთვის აი ეს ერთეულები რომლებმაც შექმნეს დიდება საქართველოსი განსაკუთრებით ძვირფასებია და ჩემი პროფესიის კაცისთვის რა თქმა უნდა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სპორტს